იმ ამოცანების შესრულებას და იმ შეიარაღებული ძალების მოგახსენებთ, რომ შედგა შეხვედრა გენერალური შტაბის ხელმძღვანელობასთან, როგორც იცით, გენშტაბის უფროსი არ იმყოფა საქართველოში და მოახლეობის დღეებში ჩამოვა. ჩვენ შევხვდით სამხედრო მეთაურებს, პრინციპში ვისაუბრეთ დღეს ჩვენი შეიარაღებული ძალების წინაშე მდგარ საჭიროებო საკითხებზე. დავსახეთ მომავალი მუშაობის გეგმა ჩვენ უახლოეს პერიოდში შევიკრიბებით, განმეორებით და ყველა ძირითადი მიმართულებისგან, ყველა ძირითადი დანაყოფის წარმომადგენლისგან მოვისმენთ კონკრეტულ ანგარიშს, თუ რა მდგომარეობა თითოეულ მიმართულებაზე, რა პრობლემებია, როგორ შეიძლება ამ პრობლემების გამოსწორება და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ პირველმა შეხვედრამ ჩაიარა საკმაოდ დადებითად, ვართ ასე ვთქვათ განწყობილი ოპტიმისტურად, იმედი გვაქვს, რომ თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკური და სამხედრო ბლოკების ურთიერთობა იქნება ნაყოფიერი და შეიარაღებული ძალების განვითარებაზე ორიენტირებული. თავდაცვის მინისტრი შეხვდა შეიარაღებული ძალების და გენერალური შტაბის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, ასევე სარდლობის ხელმძღვანელებს, განვიხილეთ არსებული სიტუაცია, არსებული გეგმები, არსებული მდგომარეობა, ასევე განვიხილეთ სამომავლო საკითხები. შეხვედრა იყო გაცნობიტი ხასიათის და დაიგეგმა შემდგომი შეხვედრა, სადაც უფრო დეტალურად იქნება განხილული ჩვენი სტრუქტურები, ჩვენი შესაძლებლობა, ჩვენი გეგმები და დაიგეგმება ასევე სამომავლო მოქმედებები.